ჩვენ ჯარზე ვდებთ ჩვენს ფსონს. 4 ოქტომბრის აქციისთვის სამოქმედო გეგმის მზადებამ ღია პლატფორმებზე გადმოინაცვლა. ოპოზიციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა მოძრაობა თაობები საქართველოსთვის პლატფორმაზე დისკუსია მოაწყვეს. ვიდეოდან ირკვევა, რომ შეკრებილია ჯარი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს. ფსონით სწორედ მათზე იდება. ითქვა ისიც, რომ მეორე მხარეს მყოფებს უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსიც უნდა მიეცეს. შევკრიბეთ ჯარი, პირდაპირ ვიტყვი ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებების და მათ შორის ჯარისკაცები არიან. აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაში, საქართველოს პულს ყავს, ასევე რა ვიცი, ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები ჩვენთან ერთად ერთვებიან ამ ბრძოლაში. ამ მზადებაში ვართ, იქ თავდაცვის საშუალებები, იქ ყველაფერი, რაც სჭირდება ამ და მეორე მხარესაც ხო ქართველები დგანან. იმათ მივცეთ შანსი გადარჩენის. უმსხვერპლოდ იგულისხმება, რომ ჩვენ არავის მოკლას არ ვაპირებთ. ჩვენს ქვეყანას ეს არ სჭირდება. არ სჭირდება არც დალეწილი სპეცრაზმელები, არც დალეწილი პოლიციელები. ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ავტორთა ნაწილმა აქციამდე 4 დღით ადრე ტერმინები შეარბილა და ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება აქციის მონაწილეებს დაავალა, თუმცა მეორე ნაწილი დამხობის ვიდეო გაკვეთილებს აანონსებს, მათ შორისაა ზვიად კუპრავა, რომელიც მხარდამჭერებს კონკრეტულ ინსტრუქციებს თავაზობს. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა. თუ რეჟიმმა ეს პროცესი წარმართა არამშვიდობიანად, ეს იქნება ამ რეჟიმის ბრალი. თუ ვინმე იქნება პროვოკატორი და რაიმეს ისეთ ჩაიდენს, რაც პროტესტის პრინციპის მოწინააღმდეგე იქნება, ისიც თვითონ როგორც მოქალაქე აგებს პასუხს. 4 ოქტომბრის აქციას კიდევ ერთი მხარდამჭერი პარტია თავისუფლების მოედნის სახით გამოუჩნდა. ლევან ცუცქირიძემ თქვა, რომ მისი პარტია რუსთაველზე მივა, თუმცა ვინაიდან ორგანიზატორთა შორის არაა პროცესებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. უცვლელია გახარიას პარტიის პოზიციაც. ისინი საკუთარ თავს ვერ ხედავენ იქ, სადაც ძალადობრივი და რადიკალური სცენარებია დაანონსებული. დაუშვებელია ამ ყველაფრის და ამ დღის გამოყენება რადიკალური და ძალადობრივი სცენარებისთვის და რა თქმა უნდა იქ მისული ადამიანების წრფელი ემოციების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის ჩვენთვის არის მიუღებელი. როგორც აქამდე ვიყავით ამ პროტესტის მონაწილე და წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსას და ასევე ვიქნებით ბოლომდე, მანამ სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზნები. ოპოზიციის მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიერ გამართული დისკუსიის შემდეგაც სახელისუფლებო პარტიის მთავარი გზავნილი უცვლელია. პროვოკაციებს არ გამორიცხავენ და აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ურჩევენ კანონის ფარგლებში დარჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრ სამართლებრივ პასუხს პირდებიან. დისკუსიის ვიდეოში გაჟღერებული სიტყვების უკან კი ზოგიერთმა დეპუტატმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ამოიკითხა. თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ აპირებენ არეულობის მოწყობას, არალეგალური ჯარის ფორმირებას რომ ახდენენ და თურმე შანსი რომ უნდა მოგცენ უმსხვერპლოდ გადავრჩეთ. მაგრამ ამაზე უფრო მეტად ის არის შეურაცხმყოფელი, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კანონის უზენაესობით, სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ. არაფერი არ იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ კი ვინმე რაიმე კანონს საწინააღმდეგოს გაბედავს, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში. ყველა მიიღებს მისაღებს. გაშმაგებული სურვილი და წყურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების, დაბრუნების. ეს სურვილი ნამდვილად აქვთ და ამ სურვილის რეალიზებას ყველა ფორმით შეეცდებიან. არჩევნებში არ იღებ მონაწილეობას, გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის არაარჩევნების გზით, ანუ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მათი გამონათქვამები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებით იმას, რომ ეს ძალისმიერი აქციისთვის მზადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო არავის არ ემუქრება. ჩვენ მუქარა არ გვჭირდება. სახელმწიფო აფრთხილებს მათ. რა შეიძლება მოყვეს მათ არაკანონიერ ქმედებებს. თემას გაშიფრულია შესაძლოა პროვოკაციის, ასე ვთქვათ, გზებიც და დაფინანსების წყაროებიც
გამოაშკარავებულია, მაგრამ ვიმეორებ ყურადღება ამ კუთხით რა თქმა უნდა საჭირო არის. სხვა მხრივ ამ 4 ოქტომბერს არანაირი შინაარსი და აზრი არ ექნება. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები კი ირწმუნებიან, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დასრულებულია, რასაც სელფი და მოკლე Facebook პოსტი მიუძღვნეს.